ხო და მოკლედ ნაინო სირაქლემის იმაზე ხორცზე მინდოდა შენთვის მეპასუხა. ერთი აქ მე აღნიშნავ, რომ მე ვარ plant-based უფრო ვეგანს აღარ ვეძახი ჩემ თავს, იმიტომ რომ ვეგანიზმი აქტივიზმსაც მოიცავს რაღაც მომენტში და ზოგადად ცხოვრების წესს და სამწუხაროდ იგი მიზეზების გამო მხოლოდ ესე იგი საკვების მხრივ მიუყვები და ნუ ეხა ტყავის რაღაც იმებს არ ვიცნობ და არ მაქვს ნივთები, მაგრამ ნუ რაღაცებზე მიწევს რა ცხოველურ პროდუქტებთან შეხება და შესაბამისად ვეგანს ვეღარ ვუწოდებ საკუთარ თავს, ხო და მე დავაბალანსებ, ამიტომ ამ შემთხვევაში შენს პატარა ტრიგერს. ხო და მოკლედ მაგაზე მინდოდა მეთქვა, რომ ვიდრე ხორცის მჭამელი ვიქნებოდი, მანამდე მაქვს გასინჯული რაღაცა სხვადასხვა, ბევრი არა, მაგრამ რაღაცა ისეთი უცნაური, მაგალითად აქ ამერიკაში რო ჩამოვედი ერთხელ რაღაც ტურისტულად, მაშინ გავსინჯე ბიზონის, რომელიც იდეაში კამეჩია, მაგრამ ნუ მაინც ბიზონის ის არის რა. ხორცი, რომელიც აი არაფერი განსაკუთრებული არ იყო, ეხლა სურო ის ეჭმიათ, რა ქვია. ხა იმაში რო არის ხო გახსოვს ოფისში რობერტ კალიფორნია რო როსთავაზობს დვაითი რო მეო შემიძლიაო რა სხვადასხვა ისენიო ექსოტიკური ხორცები შემოგთავაზო რა ჟირაფი, ბეჰემოტი, სტეიკები და რაღაცეებიო და რობერტ კალიფორნია მე მეუბნება რომ we gonna talk და მე სტოკინ ჰედი არის დვაითის და იქ ამბობს რომ ესა რა ქვია ყველაფერი თხის ხორცი იქნებაო ხო და ძალიან დიდი შანსია რომ ის ბიზონის ბურგერი რომელიც მაშინ მაჭამეს ხან ჩვეულებრივი ძროხის ხორცი ყოფილიყო და მე ერთი რაც მაქვს გასინჯული მე მგონი სილაქლემაც გასინჯული მაქვს ოდესღაც არ მახსოვს ზუსტად და მე ერთი რაც არის ირმის ხორცი მაქვს ერთი ნაჭერი გასინჯული ძალიან ადრე ბავშვობაში ვიღაც მონადირეებს ქონდათ პატარა სუფრა გაშლილი ჩემთან სოფლის ხელში და ბოლო ნაჭერზე მიუვსწარი და მეოთხარი ეს უნდა ყველა ვარიანტში შევჭამოთ, იმიტომ რომ ირმის ხორცი არ მაქვს თქო ნაჭამი თქო და მაშინ შევჭამე ირმის ხორცი. ხო და რაც შეეხება ზოგადად უცნაური ხორცების საჭიროებებს და რაღაცეებს, ეხა შევყვებოდი რა ამ სირაქლემის ფერმაზე და რა საჭიროა და რაღაცეები. მაგაზე გამახსენდა შინაარსობრივად არ ვიცი ხარ ამდენად რელევანტური არის, მაგრამ ზოგადად აი რაღაც უცნაური ხორცის ინდუსტრიის ამბავში მოგეხსენება ალბათ რომ ფლორიდაში არის სერიოზული პრობლემა პითონების. სერიალიც არის გადაღებული მაგაზე ოფისის დერელი რო თამაშობს Killing It ესე ჰქვია და კარჩი მართლა არის ეგეთი პონტი რა, ანუ სერიოზული პრობლემა არის იგუანები და პითონები, ხო და ეხა რაღაცა ამ ბოლო დროს ნახე სერიოზული პიარი მიდიოდა, ანუ ყოველ შემთხვევაში სცადეს რა და ეხლა რამდენად გამოუვიდათ ეგ თემა არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ბაზრობდნენ იმას რაღაც გამოცემებში იყო, რომ პითონის ხორცი ძალიან სასარგებლოა და თან სასარგებლო რა ჩვეულებრივი არის ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხორცი და სასარგებლო შეიძლება იყოს გარემოსთვის იმ მხრივ, რომ ამისი მასობრივი მოხმარება თუ დაიწყება, ესე იგი შანსი იქნება იმისი, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა, რომელიც ფლორიდას უდგას და შეიძლება სხვა შტატებშიც გადავიდეს ტემპერატურის მატებასთან ერთად, შეიძლება რაღაც მომენტში მოგვარდეს რა და ზოგადად რაღაც ამ ინვაზიური სახეობებით ადამიანების კვება რაღაცნაირად უფრო sustainable არის რა. იმიტომ რომ ეხლა ზოგადად ხორცის ინდუსტრია და ხორცის ჭამა გარდა იმისა, რომ ცოცხალი არსების ჭამა არის და მე მაგალითად ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის რაც ამ მომენტშიც არის რომ ამბობენ ხოლმე არ გენატრება ხორცი და რაღაც რომ მეკითხებიან ხოლმე არანაირად არ მინატრება იმიტომ რომ აბსოლუტურად გააზრებულად
აი რაღაცა ვიდეოებს ხანდახან ვუყურებ ხოლმე რა, მაგალითად იმაზე Facebook-ზე მიგდებს ხოლმე ვიღაცები მადიანად ჭამენან, ჭრიან, წვნიან იმას რა ქვია, სტეიქს და ნუ ერთი-ორ ვიდეოს შევავლებ ხოლმე თვალს, მაგრამ მე აი უცებ ძალიან მაღიზიანებს იმ მხრივ, რომ ზუსტად აი ეგ პონტი, რომ ცოცხალია, აი რა ის რომ აი ეს რაღაცა რა ზეღა ეს ადამიანი ჭამს და ჭრის ცოცხალი არსება იყო და სიცოცხლე იყო რაღაცა რამდენიმე საათის წინ ძალიან სერიოზული ის არის ჩემთვის ხო და მოკლედ მაგ პონტში არ მენატრიბა რა ხორცი და რაღაცა ხო და საერთოდ ვაფშე დამავიწყდა რაზე ვბაზრობდი ხო და ხო და გარდა მაგისა ანუ გამახსენდა მთავარი თემა რაც არის ერთ-ერთი იმისი არის ის რომ გარემოსთვის ძალიან ცუდია რა იმიტომ რომ ის გამოსაკვებად რა იმასაც ვიყენებთ მიწას ფერმერის ეგ შეგვიძლია რომ აგრიკულტურისთვის გამოვიყენოთ ბოსტნეულისთვის და ადამიანისთვის საკვები ის მოვიყვანოთ სეთ და უფრო მეტად იქნება შანსი იმისა რომ ხალხი რეალურად დაპურდეს მაგრამ თან ეხა მზარდი კულტურა არის იმისი რომ პირიქით უფრო ხორცის რაღაც მომენტში იყო ტენდენცია რომ თითქოს ხორცის მოხმარება მცირდებოდა, მაგრამ მე აზიაში დაიწყეს მასობრივად და უფრო მეტად ხორცის მოხმარება და რაღაცნაირად ეს ვერ დაბალანსდა როგორც animal cruelty-ს ასევე გარემოს დაცვის ამბავში და მოკლედ ერთ-ერთი თემა ყოველ შემთხვევაში, რასაც ამერიკის კონტექსტში ლაპარაკობენ და ფლორიდის კონტექსტში ლაპარაკობენ, არის ის, რომ თქვათ თუ პითონის ჭამას დაიწყებს ხალხი, შეიძლება რაღაცა შანსი იყოს, რომ ეს კატასტროფა, ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც არის Everglades-ში, შეაჩერონ რა, ხო და კიდე არის რაღაცა თევზები არის მისისიპიში შემოსული, რომელსაც ეშმაკის თევზს უწოდებენ მისისიპიში არის თუ მისისიპის აუზის ტბებში არის თუ რაღაცა მოკლედ არ ვიცი და გაანადგურა იქაურობა ყველაფერი და არის საშინელი შესახედავი ის არის რა ქვია რაღაც დრაკონებს გავს თან თითქოს, მაგრამ აი რაღაცნაირი უაზრო თევზები არის კაროჩე და აი მოკლედ იმ დიდად არც მექსიკიდან არის შემოსული თან და ანუ იმდენად ცუდია რომ თვითონ იქ ხა ამდენი საუკუნე არის ხო არსებობს იქ ადგილობრივად ეს ისა და იქაც კი არ არის მექსიკურ სამზარეულოშიც არ აქვს ამ თევზს ადგილი მიუხედავად იმისა რომ იჭმება, მაგრამ იმდენად ცუდია რომ короче არ ჭამს ხალხი ზოგადად რა ხო და მოკლედ აი ეგეთი ამბები გამახსენდა სირაქლემას ხორცებზე